ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. დებატების თემაა პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები საქართველოსა და ბელარუსში. ამასთან ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. ევროპარლამენტის წევრი რიჰარდ კოლსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპარლამენტის მომდევნო სესიისას შეიძლება მიიღონ კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოზე კონკრეტული მოწოდებებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ, რომ მათ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები არალეგიტიმური მთავრობის მიმართ წნეხის განსახორციელებლად, რომლადაც ახლა ქართული კოშმარი იქცა. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დიპლომატიური ვიზები დიდი შეზღუდვა არაა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ სტანდარტული პასპორტებით მგზავრობა. მაგრამ ეს მთლად ასე არაა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ ეს მაინც გზავნილია. შეცვალეთ ის, რასაც აკეთებთ, რადგან ეს აბსოლუტურად მცდარია და არ შეესაბამება ქართული ხალხის ინტერესებს. და თუ ჩვენ მაინც ვხედავთ სიჯიუტეს და რიტორიკას, რომელიც საქართველოს ახლანდელი ლიდერების მხრიდან მოდის, რაც უბრალოდ შეშლილი და უცნაურია, სავსეა კონსპირაციის თეორიებით. ამბობენ, რომ ევროპას რაღაც ჩრდილოვანი სახელმწიფო მართავს. ამგვარი რიტორიკა ძნელი აღსაქმელიც კი არა, რომ კეთილგონიერმა ადამიანმა შეიძლება ეს მართლა იფიქროს. ასევე არავის გამო ურიცხავს ის, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი ქართული კოშმარის შიდაწრის წარმომადგენლების მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს პერსონა ნონ გრატების სიაში, ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. რიჰარდ კოლსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარი თოოდირის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იყო. მე როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენელს შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის ბოლოს რეზოლუცია მივიღეთ, სადაც თოოდირის დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით ვთქვით, რომ არ შეგვიძლია ამ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნევა. ამის შედეგად პარლამენტიც არალეგიტიმურია. ჩვენ მოუწოდეთ საარჩევნო პროცედურების დაუყოვნებლივი გაუმჯობესებისკენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი არჩევნებისკენ. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს. ის არაერთი სავალდებულო შეთანხმების ნაწილია. არსებობს კონკრეტული პროცედურები იმისა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ქვეყანაში, რომელიც ეუთოს წევრია. სხვა საერთაშორისო სტანდარტებიცაა, რომელთა შემადგენელი ნაწილებიც არ შეიძლება რამეზე გაიყიდოს, ან მასზე თვალი დავხუჭოთ. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობებით. თოოდირის ანგარიში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში იყო ამ პრინციპების უხეში დარღვევების თაობაზე. კოლსი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ ქართული კოშმარი საქართველოს რუსულ ორბიტასთან მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ხედავს თუ არა რაიმე შანსს, რომ ოცნების ხელისუფლებამ შეძლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა, ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ მართველი რეჟიმისგან ვერანაირ სიგნალს ვერ ხედავს, რომ მათ სურთ დაემორჩილონ საერთაშორისო სტანდარტებს. მართველი რეჟიმისგან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, რომ მათ სურდეთ დაემორჩილონ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სურდეთ ხალხის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. ჩვენ ვხედავთ დემონსტრანტების დაპატიმრებას, ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა, მაგალითად კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ეს საჯარო სექტორის პოლიტიზებაა, ეს კიდევ ერთი საფრთხეა. უკვე აღარაფერს ვამბობ რუსულ უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე. ვერ ვხედავ ვერანაირ განზრახვას მიუხედავად რიტორიკისა, რომ ისინი თითქოს რაიმე ტიპის დიალოგში ჩართვისთვის მზად არიან. ამის გაკეთება მარტივია. გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, არა ვერბალური, არამედ რეალური ფიზიკური ქმედებები. შეცვალეთ ის, რაც უკვე ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღეთ. ქართული კოშმარი საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან მუჭერთ მხარს.